იმისათვის რომ უფრო მეტად თავდაჯერებული იყო დანის ტარებისას პირველ რიგში უნდა აცნობიერებდე თვითონ ამ სიტყვის მნიშვნელობა რას ნიშნავს ტარება რეალურად კანონშივე არის გაწერილი რომ ტარება მოიაზრებს დანის ჭერას ხელში ტარებაში იგულისხმება ასევე როდესაც ჯიბით ვატარებთ დანას ჩანთის თუკი გადაგავს დანა რომელიც ზეთანზე გაქვს მიმაგრებული ან ჩამოკიდებული ეგეც იგულისხმება ტარებაში რა ასევე კიდევ აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ნებისმიერი სახით სხეულზე ჩამოკიდული თუ გაქვს დანა ან მიმაგრებული ეგეც მოიაზრება ტარებაში ну მოკლედ რომ ვთქვათ ცივი იარაღის ტარება საქართველოში კანონით ისჯება და ის მკვეთრად არის გაწერილი 200 ლარის ოდენობით რა პრინციპში ჩვეულებრივი მოქალაქისათვის ეს ინფორმაცია უკვე სავსებით საკმარისია რომ უბრალოდ არ უნდა ატარო დანა ხოლო მონადირისათვის და მეთევზისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცივი იარაღის ტარება ამისათვის მოგვიწევს კანონში ღრმად ჩაძიება ბუნებრივია დამწყებ მონადირეს გებადება კითხვა მაშ ცეცხლსასროლი თოფის ტარება შეიძლება და ცივი იარაღის დანის სახით არა ამ ყველაფერზე პასუხებს მოისმენ აქ უყურე ბოლომდე გადახვევების გარეშე რადგან ყველა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რაც მოგცემს საშუალებას იყო თავდაჯერებული როგორც სანადირო სავარგულში ისე მის გარეთ ქალაქში მინდა თქვენი ყურადღება მიუმართო იმაზე რომ ნებისმიერი წვეტიანი და მჭრელი იარაღი სასამართლოზე თუ ეს საქმეს დასჭირდება ჩაითვლება როგორც ცივი იარაღი ასე რომ ყველაფერი თქვენს წესიერებაზე და ადამიანობაზეა დამოკიდებული მოდით ახლა გეტყვით სადაც შეიძლება დანის ტარება ანუ ცივი იარაღის დანის ტარება არ შეიძლება ქუჩაში ეზოში სტადიონზე სკვერში პარკში საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასამართლოში აეროპორტში კინოთეატრში თეატრში საკონცერტო დარბაზში კაფეში რესტორანში ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავტოსადგურში რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში როგორც უკვე აღვნიშნეთ წინავდა შემთხვევაში ეს გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას ან თუ ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა რამე მსგავსი დანაშაული მოგიწევთ 1000 ლარის გაქნება ან 15 დღიანი პატიმრობის მოთმენა რომელიც ჯობია არ ვიცი განსაზღვრეთ თქვენ თვითონ და კიდევ ჯარიმის ასეთი რბილი სახე არ იქნება ხელმისაწვდომი ნასამართები პირებისათვის რომლებსაც განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი არც იმათვის იქნება ასელმობიერი ვინც საჯარო წესრიგს დაარღვევს ან შეუქმნის სხვა პიროვნებებს რაიმე საფრთხეს ასეთ შემთხვევაში მათზე კანონი იმუშავებს გაცილებით უფრო ძაფრად ну მოკლედ რომ ვთქვათ დანით მარიაჟობა გაცილებით უფრო ძვირიჯდება კაი ეს ყველაფერი გავიგებ სადარ უნდა ვატაროთ და როგორ არ უნდა მოვიქცეთ ცივი იარაღით დანით არ გადაახვიოთ მოკლე რეკლამის შემდეგ გელოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ვატაროთ დანა ისე რომ კანონი არ დავარღვიოთ არხის დახმარების მსურველთათვის ყველა ვიდეოს ქვეშ აღწერაში მითითებული მაქვს რამოდენიმე საშუალება საბანკო ანგარიში PayPal-ის მისამართი და ასევე ჩემთან საკონტაქტო საშუალებები არხის გამოწერაც ერთ-ერთი საშუალებაა გვერდში დუალეს რისთვისაც მადლობელი ვარ მეგობრებო მაგრამ არის ასევე კიდევ კოდექსით დადგენილი ნიუანსები რომლის ცოდნაც მოგვეხმარება ვატაროთ დანა ისე რომ არ დავარღვიოთ კანონი თუ გახსოვთ ერთ-ერთ ჩემს გადაცემაში გიყვებოდით დანაზე რომელზეც თქვი რომ კარგი დანაა ქალაქის პირობებში მაგრამ არა მონადირისათვის სანადირო სავარგულში ანუ ამით იმას ვამბობ რომ ქალაქში შესაძლოა დანის ტარება ოღონდ არის კანონით განსაზღვრული პირობები ერთ-ერთი პირობა ასეთია თუ დანას ხმარო პირადი ჰიგიენის მიზნით შენ არა გაქვს პრობლემა კანონი გაძლევს ამის უფლებას რომ ატარო დანა მაგრამ რეალურად რო დავფიქრდეთ მოდი ერთად რა რამხელა შეიძლება იყოს
დანა ჰიგიენისათვის. ალბათ პატარა ხო? იქიდან გამომდინარე რომ მაქსიმუმ ფრჩხილები მოიწესრიგო ან კბილი გამოიჩიჩქნო. ბებუთი რო ატარო უზარმაზარი ვერ გაიმართლებ თავს რომ წვერის გასაფარსად მინდოდაო, ხო ესეა. არის კიდე მეორე პირობა, როდესაც დანას ხმარობ საკვების მისაღებად, ან მის მოსამზადებლად. თუმცა აქაც არის რაღაც გარკვეული ნიუანსი, ხო ესეა, რომ დავფიქრდეთ რეალურად რა რამხელა დანა უნდა გჭირდებოდეს საკვების მოსამზადებლად, ან და მის მისაღებად. პლუს ამას კიდე რა გარემოში ხმარობ ამ დანას, ხო ამასაც აქვს მნიშვნელობა. ამ ყველაფერს კიდევ თქვენი ადამიანობა და თვით შეგნება განსაზღვრავს. ასევე უპრობლემოდ შეგიძლიათ ატაროთ ცივი იარაღი იმ შემთხვევაში, თუ ის გჭირდებათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის. მაგალითისთვის მოვიყვან, მხატვრებს აქვთ ხოლმე მასტეხინი. ესეთი შრომის იარაღი არის, სახატავის საშუალებაა. წააგავს კაფჩას. ხის ტარი აქვს და რკინის პირი. ხმარებაში ისეთ დონეზე ილესება წარმოიდგინეთ, რომ ხდება ბრიტვასავით. მხატვარს რო ესეთი რამე აღმოუჩინონ ქალაქში, სამართალდამცავების მიერ არ იქნება აღქმული ცივი იარაღად. მაგრამ ნებისმიერი სხვა ადამიანის ხელში ელოდეთ პრობლემებს. ეხლა კი მონადირეების და მეთევზეების გულის გასახარად ვიტყვი, რომ სანადირო სავარგულში, იგივე სათევზაო ადგილებზე უპრობლემოდ შეგიძლიათ ატაროთ დანა და თან ზომასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა. თუმცა ამ ადგილებამდე მისვლამდე ნამდვილად არ აღირს ის რომ ვატაროთ სხეულზე რა. ანუ რასაც ტარება ქვია. ყოველ შემთხვევაში თავი დაიზღვიეთ ჯობია. იმიტომ რომ მე მინახავს ხოლმე ადამიანები, როდესაც სანადირო ფორმით შედიან ხოლმე მაღაზიებში და ასხმული აქვთ ზედ მთელი ამუნიცია თავისი დანით და თავის ყველაფრით. ჩათვალეთ, რომ სამართალდამცავებისგან მიიღებთ საყვედურს და შესაძლოა ჯარიმასაც აირთყავთ. ასევე არ დაიჯდებით კანონით, თუ ცივი იარაღი აღმოგვაჩნდებათ თქვენი საქმიანობის მომენტში, მესაქონლეობის დროს, ან მეფრინველეობის დროს, მოკლედ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დროს აღმოჩენილი ცივი იარაღი არ იქნება პრობლემა. კანონი ასევე ითვალისწინებს კიდევ სოკოზე და კენკრაზე გამოსულ ხალხსაც. თუ ბუნებაში აღმოგაჩნდებათ ცივი იარაღი, პრობლემა არ გაქვთ ისე. ნორმა ჩაითვლება, თუ ეროვნული ტანსაცმელი გაცვიათ და ამ ეროვნული ტანსაცმელის ატრიბუტიკა არის ხანჯალი და დანა. იარაღს თავისუფლად. ცივი იარაღის ტარების უფლება აქვთ კიდევ ისეთ ადამიანებს, რომლებზეც გაფორმებული არის მოკლე ლულიანი სასროლი იარაღები. და თან, თუ ამ ადამიანს აქვს ამ იარაღის ტარების უფლება, პრობლემა არ აქვს, ატარეთ ცივი იარაღიც. ბიჭებო და გოგოებო, იცოდეთ კანონი და იქნებით დაცულები. თუმცა ამ მედალს აქვს კიდევ მეორე მხარეც რა. თქვენ კი ხართ ასე ვთქვათ შეიარაღებული ცოდნით და იცით როგორ უნდა ატაროთ ეს ყველაფერი, მაგრამ არის კიდევ ისეთი მომენტები, როდესაც პოლიციას საჩივარზე უწევს რეაგირება. სხვა გამოსავალი არ არის. თუ საჩივარი არის თქვენს სახელზე გამოწერილი, აუცილებლად მოხდება ის მომენტი, როდესაც პატრული, პოლიციელი, უბრალოდ ვალდებული გახდება დაგაჯარიმოთ თქვენ მაინც. შემდგომ უკვე სასამართლო გადაწყვიტავს, რამდენად მართალი იყავით თქვენ და რამდენად მართლა რეალურად გქონდათ ამ ცივი იარაღის ტარების უფლება. ესეა, რა ვქნათ.